ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდებისა და ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების რუსეთისთვის გადაცემის შემდეგ ბოლო დღეების ყველაზე ხმაურიანი და აქტუალური თემა ბაბუშერას აეროპორტის მშენებლობის საკითხია. სოხუმის აეროპორტი, რომელიც 31 წელია უფუნქციოდ არის, 59 წლიანი იჯარითა და განსაკუთრებული პირობებით რუს ინვესტორებს გადაეცა. ახლა ამ ტერიტორიაზე აქტიური სამუშაოები უნდა დაიწყოს. აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ ტექნიკური ფრენები ივლისში, ანუ 4 თვეში იქნება შესაძლებელი, ხოლო სრული დატვირთვით ამუშავება მიმდინარე წლის დეკემბერშია დაგეგმილი. აფხაზეთში სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციას ადგილობრივი მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ბაბუშერას მცხოვრებლებს აყრა და ტერიტორიის დატოვება არ სურთ. მათ არც ინვესტორის მიერ შეთავაზებული კომპენსაციები აკმაყოფილებთ. როგორც ბაბუშერელები ამბობენ, საკუთარ სახლებსა და მიწებში მათ მხოლოდ $29,000 თავაზობენ, რაც ხშირ შემთხვევაში სოხუმში ოროთახიანი ბინის ფასია. უკმაყოფილო აფხაზებს უკვე რამდენჯერმე შეხვდა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პირველი ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრი ჯანსუღ ნანბა. აფხაზეთში მას უკვე შეარქვეს ჯანსუღ გადამსახლებელი. მართალია ეგრეთ წოდებული მინისტრი მოსახლეობის ტერიტორიიდან აყრას დეზინფორმაციას უწოდებს, თუმცა კომპენსაციის გაზრდის საკითხს მათთან ერთად აქტიურად განიხილავს. მსგავს შეხვედრებზე ისიც ირკვევა, რომ მოსახლეობას სახლების მიტოვების გარდა აეროპორტის სიახლოვეს ცხოვრების შიშიც აქვთ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ ტერიტორია სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული. რუსი ინვესტორი კი ბაბუშერას აეროპორტის რეკონსტრუქცია მშენებლობისთვის 6,5 მილიარდი რუბლის, ანუ $11 მილიონი დახარჯვას გეგმავს. ინვესტორი კი არც მეტი, არც ნაკლები რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის რაშიდ ნურგალიევის ვაჟი გახლავთ. სოხუმის აეროპორტის ფართობი დაახლოებით 10,000 კვადრატული მეტრია და ვარაუდობენ, რომ ის წელიწადში 3 მილიონ მგზავრს მოემსახურება. დე-ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აეროპორტის აღდგენას პოლიტიკური და ეკონომიკური გარღვევის მნიშვნელოვან წინაპირობად მიიჩნევს. ოპოზიცია კი დარწმუნებულია, რომ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემა მხოლოდ რუსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლების ცალკეულ პირთა ინტერესებში შედის. აფხაზმა ოპოზიციონერებმა უკვე უწოდეს საინვესტიციო პირობებს კაბალური და ხელშეკრულებას მონური. გარდა იმისა, რომ ინვესტორი 25 წლით თავისუფლდება ყველანაირი საბაჟო გადასახადისაგან და ღებულობს აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და იქ განთავსებულ შენობა ნაგებობებს, პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო აფხაზები ვალდებულები იქნებიან ინვესტორს აუნაზღაურონ ყველა ხარჯი, მათ შორის რუსეთის იურიდიული პირის მიერ, როგორც სამშენებლო და სამონტაჟო სამუშაოებზე, ასევე ნაგებობის რეკონსტრუქციაზე გაწეული თანხები. ფაქტს აფასებენ ოფიციალურ თბილისშიც. საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესაუბრა. როგორც ის აცხადებს, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, ვინაიდან იგი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ოკუპირებული აფხაზეთის თავზე ცის გახსნა საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე შეუძლებელია, რადგან ეს საერთაშორისო ნორმებს ეწინააღმდეგება. ჩვენი პოზიცია უცვლელია ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვგმობთ ყველა ასეთ გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა ეს არ არის მათ შორის უსაფრთხოების კუთხით თანხმედრაში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის წესებთან, იცით რომ ჩვენ გვაქვს იკაოს-თან მჭიდრო კავშირი, საქართველო არის სრულფასოვანი წევრი საერთაშორისო გაერთიანების და მათ შორის დიალოგი არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ისე რომ ჩვენ ველოდებით სულ მხარდაჭერას საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მხრიდან ამ საკითხში. აქტიური საინვესტიციო პროექტები, რომელსაც რუსეთი ახორციელებს აფხაზეთში, მის მილიტარისტულ და სამხედრო მიზნებს ემსახურება. ასე აფასებენ ქართველი პოლიტიკოსების სოხუმში აეროპორტის განახლების პროცესს. მათი განცხადებით, აფხაზეთი მსოფლიოსთვის საქართველოს ნაწილია და ტურისტული თუ ეკონომიკური თვალსაზრისით აეროპორტის მშენებლობის პროცესის განხილვა არასერიოზულია. დეოკუპაციის პროცესს, რა თქმა უნდა, ხელს უშლის ის პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს რუსეთი, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი და იმის იმედი, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად მშვიდობიანად მოვახდენთ მიუხედავად სხვადასხვა პროვოკაციებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მიწების წაღება, ოჩამჩირეში, მშენებლობა და აეროპორტის მშენებლობა ეს აქტიური, ასე ვთქვათ, საინვესტიციო პროექტები, რომელსაც აფხაზეთში ახორციელებს რუსეთი, ეს მხოლოდ და მხოლოდ მის militaristul interesებს ემსახურება, რადგან ჩვენ არ გვინახავს აშენებული არსად რუსეთის მიერ. ის ყველგან მიდის და ანგრევს, მაგრამ ახლა თუ რა ამის მშენებლობა უნდა, ეს რა თქმა უნდა მხოლოდ და მხოლოდ მის იმპერიალისტურ და სამხედრო ინტერესებს ემსახურება.
ბაბუშერას აეროპორტი აფხაზეთში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ადგილია. 1993 წლის 22 სექტემბერს თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან სოხუმში მიფრინავდა და რომელშიც ქართველი მებრძოლები და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, რუსული საბრძოლო ხომალდებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ფრინავმა შეძლო ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი სოხუმის აეროპორტში დაესვა, თუმცა ავიალაინერში მყოფთაგან ცოცხალი მხოლოდ 19 გადარჩა, 92 კი დაიღუპა. ქართველი და აფხაზი მონაწილეებისგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ამჯერად უგზო-უკლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება და ოჯახებისთვის დაბრუნება მოხერხდა. მათგან 10 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქეა. შეიარაღებული მოქმედებების დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი 2 დღის განმავლობაში სამების საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა. შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკლოდ დაკარგული პირების ოჯახებს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიუსამძიმრეს. დიდი მადლობა ყველას, რომ ჩემი შვილის საფლავი მექნება. მივალ და ჩემთვის ვიტირებ, გულს მოვიოხებ. მერც ვეხვეწობოდი სანამ ცოცხალი ვარ, მანამ რომ ჩამოასვენო, რომ პატივი მივაგო. მე ვარ ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ და ძალიან მიჭირს აქეთ ამდენი ოჯახის წევრები. 5 მებრძოლი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. სხვა იდენტიფიცირებული პირები კი ოჯახების გადაწყვეტილებით სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის საგვარეულო სასაფლაოებზე. გადმოსვენების პროცესი სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით მიმდინარეობს. საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკლოდ დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო პროგრამა გრძელდება მთავრობის კიდევ უფრო გაძლიერებული ძალისხმევით და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მხარდაჭერით, რომლის ფარგლებში გასულ წლის განმავლობაში უკვე გაზრდილი დინამიკის გათვალისწინებით ჩვენ გვაქვს მოლოდინი წელსაც, რომ უფრო მეტ ოჯახს დაუბრუნოთ პასუხს მათი გაუჩინარებული ახლობის ხვედრის თაობაზე. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი მიზანი არის რომ განვამტკიცოთ მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის მოგვარების ჩვენს ეროვნულ მიზნებს, რათა არასდროს განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია. ჩვენ ვაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს ხელისუფლებასთან, რადგან წელს მათი პასუხისმგებლობები უგზო-უკლოდ დაკარგული პირების ოჯახების მხარდაჭერისა ჰუმანიტარული ამოცანების პროცესის კუთხით გაიზრდება. 2024 წლის განმავლობაში ასევე განვაგრძობთ დაკარგული პირების ოჯახების ინფორმირებას, კონსულტაციებს, რათა მათი მოსაზრებები და წუხილი სათანადოდ იქნას გათვალისწინებული. გადმოსვენებული იქნა 12 ნეშტი, აქედან 5 დევნილი აღმოჩნდა და რაც არის კარგი ის არის, რომ ოჯახები 30 წელი როდება თავიანთ მიცვალებულების გადმოსვენებას და მადლი არის, რომ გადმოასვენეს ჩვენი მეომრები და მინდა მიუსამჯერო ყველა ოჯახს. აფხაზმა აქტივისტმა ჯანსუხ ადლეიბამ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის, ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ასლან ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო. აქცია სოხუმის თავისუფლების მოედანზე მიმდინარეობს. როგორც მოშიმშილი აცხადებს, ასლან ბჟანიამ მმართველობის 4 წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიის არც ერთი პუნქტი არ შეასრულა. პროტესტის უკიდურეს ფორმას ჯანსუხ ადლეიბა ეტაპობრივად მიმართავს. 2015 წელს შიმშილით მან სოხუმის ნაგავსაყრელის დახურვას მიაღწია. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებენ ოფიციალურ თბილისში. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დიდი ხანია ბჟანიას წინააღმდეგ სოხუმში გამოსვლებია. პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზეც, რომ ოკუპაციის პირობებში რთულია აფხაზმა ხალხმა მიიღოს ის რეალობა, რაც თავად სურს, რადგან ასლან ბჟანია რუსეთის და რუსული პოლიტიკის სახეა. ფაქტია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვერც პოლიტიკური და ვერც სხვა მიმართულების სტაბილურობა ვერ იქნება, სანამ იურისდიქცია ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში ვერ აღდგება და სანამ ოკუპაცია დეოკუპაციით არ შეიცვლება. რა თქმა უნდა, იქ ინტერესები იქნება მრავალმხრივი, ეს არის პირადი ინტერესებზე დასული პოლიტიკური ჭალებში ქმედებები. თვითმარქვია აფხაზი ლიდერის მეორედი ჩანაცვლებით, ამით არაფერი საქართველოსთვის არ იცვლება. მთავარი ჩემთვის არის, რომ მათ რომ მიიღონ აფხაზებმა დრო არის ის რეალობა, რაც არის, ელემენტარულად ავიღოთ რუსული პასპორტი მათთვის ნიშნავს სიკვდილის ბილეთს
მაგრამ საქართველოს და ევროკავშირის ბილეთი მაგთვის ნიშნავს უკეთეს მომავალს მათი ოჯახებისთვის, მათი შვილებისთვის, ასე უნდა დაინახონ პროცესი და ასე ამის შემოქმნების ტენდენციები არსებობს. პოლიტიკა ჩვენი არის ტერიტორიული ტრენობის აღდგენა შვიდობიანად, საერთაშორისო პარტნიორების მათ შორის ჩართულობით. ამიტომ ნებისმიერი ტიპის de facto ხელისუფლებაში გადაადგილებები იქნება ეს თუ დაპირისპირება იქნება, რა თქმა უნდა, ეს არის იმ de facto ხელისუფლების შიდა საქმე, რომელსაც შემოქმედება არ აქვს იმ პოლიტიკას და რაც ჩვენ გვაქვს. ევროინტეგრაციისა და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების როლის გააქტიურებას ისახავდა მიზნად იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის სამინისტროს პროგრამა, რომელიც აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებთან შეხვედრით დასრულდა. ახალგაზრდებს სამშვიდობო პროცესებში ჩართულობაზე, აქტიური მოქალაქეობისთვის შესაბამის ცოდნასა და უნარების განვითარების ხელშეწყობაზე ესაუბრნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ჩვენი საზოგადოების წევრები ჩავრთოთ იმ პროცესში, რომელსაც ქვია ევროკავშირში გაწევრიანება, მათი პროაქტიული მოქმედება და ზოგადად აქტიური მონაწილეობა ყველა სახის პროცესში, მათ შორის სამოქალაქო მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მით უმეტეს ეს მნიშვნელოვანია ჩვენი დევნილი საზოგადოებისთვის, რათა მათ მიეწოდოთ ინფორმაცია ევროკავშირზე ზოგადად და ასევე მის ინსტიტუტებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცედურებზე. მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ სიმულაციაში, რომელიც ეწოდება ევროპულ საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესს და ასევე მათ დაურიგდებათ ჩვენი წარმომადგენლობის მიერ გამოცემული გამკლევი სახელმძღვანელო 7 ნაბიჯი ევროკავშირის გასაზრდად. მთელი ეს პროექტი ეძღვნება იმას, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების ფორმალური პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ცხოვრებ ახალგაზრდებს ჰქონდეთ კვალიფიციური და სიღრმისეული ინფორმაცია იმ პროცესების შესახებ, რომელიც უნდა განვითარდეს უკვე საქართველოსთან დაკავშირებით. ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ მეუფე შიო მაღავლინა. ამბიონიდან ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა. როგორც იცით, ჩვენმა ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა მე-5 საუკუნეში წმინდა კეთილმსახური მეფის ვახტანგ გორგასლის დიდი ღვაწლით. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რამაც განაპირობა შემდგომ მთელი ჩვენი სულიერი ცხოვრების და კულტურის განვითარება. როგორც ამბობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე, ტაძრები, რომელიც აშენდა საქართველოში, წიგნები, რომელიც დაიწერა მას შემდეგ, მთელი ეროვნული კულტურა, რომელიც ეფუძნება ქრისტიანობას, არის შედეგი ავტოკეფალიის. საზეიმო ლიტურგიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ. ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის უშუალო ჩართულობით კი მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო. მინდა განსაკუთრებულად მიულოცო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს, რამე თუ ეკლესია აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის. ეკლესია ყოველთვის ზრუნავდა ჩვენს სულიერ სიმშვიდეზე, ყველაფერს გავაკეთე მისათვის, რომ ჩვენი საზოგადოება გავაერთიანოთ. 34 წლის წინ აი ეს ისტორიული სამართლიანობა აღდგა და მსოფლიოს ეკლესიებმა ყველამ აღიარა საქართველოს უძველესი ავტოკეფალია, საქართველოს ეკლესიის. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ძალიან დიდი საჩუქარი ღვთისა და აი ეს არის ყველასთვის ყურადსაღები, რომ ამას უნდა მოუფრთხილდეთ, ამით უნდა ვიამაყოთ და უნდა ვემსახუროთ აი ამ ძალიან მნიშვნელოვან საღვთო საჩუქარს
დიდი რუდუნებით და დიდი პატივის სცენით და ერთადერთი რაც ძალას აძლევს ჩვენ ქვეყანას, ჩვენს არსებობას, ჩვენს ეროვნულობას, არის ეს სულიერი დიდი დღესასწაული, ძალიან ავტოკეფალიის აღდგენა და მისი რაც შეიძლება სიმყარე ჩვენი ლოცვით და ჩვენი კურთხებით, როგორც შევძლებთ თითოეული ქართველი.